მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა FM 98.5-ზე. თბილისის დროით არის 14 საათი და 20 წუთი. ჩვენ მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან. დღეს 2 თებერვალია 2026 წლის და ჩვენ ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის ჩვენ სეზონს. მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია სტუდიაში გვეწვია ნიკოლოზ მეტრეველი, ექსპერტი, ანალიტიკოსი და ჩვენი დღევანდელი საუბრის და დისკუსიის მთავარი თემა იქნება განათლების რეფორმა მის საწყის ეტაპზე, რამდენადაც მის შესახებ არის ცნობილი და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ვილაპარაკებთ ერთ-ერთ პროაქტუალურ რაღაცა რეზონანსულ თემაზე, რაც მოჰყვა ეს გამოხმაურება ორი დიდი უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების ინიციატივას. რა ვიცით ნიკოლოზ, შეიძლება როცა მეკითხებიან ხოლმე რომ აი ეს უნივერსიტეტი რატო გააერთიანდა, რატო არის გახდა საჭირო, ზუსტად არ ვიცი ეს როგორ გაჩნდა ეს იდეა, მეც ესე მოვისმინე, მაგრამ მე ჩვენ მოვისმინეთ სამაგიეროდ მანამდე დაანონსებული რეფორმა, მისი ძირითადი პუნქტები, ის 8 პუნქტი, რომელშიც აღწერილი იყო პრემიერ-მინისტრის მიერ პრობლემატიკა, რაც ახასიათებს ქართული განათლების სისტემას და ის ყოვლისმომცველი რეფორმა, რომელიც მიზნად ინახავს შეცვალოს დღევანდელი მდგომარეობა, რომელიც დიდწილად არის ინერციული. ანუ ჩვენ პრაქტიკულად მაინც რაღაც გარკვეული ფორმატით ისევ საბჭოთა ინერციას ვაგრძელებთ, ხო, ჩვენი სისტემა, განათლების სისტემა, რაც დღეს გვაქვს, არის რეფორმირებული, გადასხვაფერებული, მაგრამ მეასაფუძვლად უდევს ის მთავარი საგანმანათლებლო ქსელი, რაც საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა და პრაქტიკულად თვისობრივად ახალ მოდელზე იყო ლაპარაკი და როდესაც ამხელა მასშტაბზე ლაპარაკობთ, ანუ ორი უნივერსიტეტის ძალიან ტექნიკურ დონეზე გაერთიანება, რომელიც სადაც ამ ეტაპზე მით უმეტეს შინ თვისობრივად არაფერი არ იცვლება და პრაქტიკულად ადმინისტრაციის ორი ხელმძღვანელის ნაცვლად უბრალოდ ერთი იქნება, ამაზეა ლაპარაკი. აი ცოტა მეუცნაურა ეს უფრო რეზონანსულია თუ აღმოჩნდა ეთობა, იმიტომ რომ ჩვენ სიმბოლოების ხალხი ვართ, რაღაც სახელწოდებები, მე რაღაცა გაქრება და მაინც რაღაც ემოციურ შეგრძნებით კოგნიტიურ დონეზე ამაზე უფრო რეაგირებთ, ვიდრე იმაზე, რაც არის ფუნდამენტი. ანუ შენი მოსაზრება როგორია? კი ბატონო, მოგესალმები გურამ. მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. ხო, პირველი დავიწყოთ, რომ ყველა თანხმდებით პოზიციაც და ოპოზიციაც სხვათა შორის, რომ განათლების სისტემაში რეფორმა არის აუცილებელი და ჩასატარებელი. აქედან გამომდინარე, პრემიერმა შექმნა ძალიან ძლიერი გუნდი, თვითონ ჩაუდგა ამ რეფორმას სათავეში და დაიწყო ეს აქტუალური საკითხის განხილვა და მუშაობა. უკვე რაც მოხდა ეპოქალური მოვლენა არის ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩვენი ახალგაზრდები ისწავლიან უფასოდ ბაკალავრიატში და მაგისტრატურაში. ხო, როდესაც თუნდაც რაღაცა გაჭირვებაზეა ლაპარაკი, პრობლემებზეა ლაპარაკი, რაც საუბრობს ოპოზიცია, ეს ძალიან კარგი მოვლენა მოხდა და სამწუხაროდ არავის არ ეყო იმის გამბედაობა და ღირსება და მე პრინციპში არ ვცდილობდი რომ ვინმეს ამაზე დადებითად იტყოდა, თუმცა არ ვიცი, მე ადამიანი, ნორმალური ადამიანი არ მეგულება, ვისაც შეიძლება ეს არ მოწონდეს. ეს ერთი. ეხლა მეორე, ხო, უშუალოდ მივიდეთ უნივერსიტეტებთან და მათ გაერთიანებასთან. მე საერთოდ ხუცბად არ მინდოდა ეს ბრიფინგის ჩატარება და მე გარკვეული განცხადების გაკეთება, რაც გავაკეთე. უბრალოდ იმდენად ბევრი ძალიან ცუდი ადამიანი, კრიმინალი სააკაშვილის მეთაურობით გამოჩნდა და ამ ხალხს, ამ ადამიანებს ცდილობს შეცდომაში შეყვანას. სტუდენტების შეცდომაში შეყვანაც ხდება და თავისთავად აკადემიური პერსონალისაც. ანუ როდესაც საუბარია ორი უნივერსიტეტის გაერთიანებაზე, აქ არავის დახურვაზე არ არის საუბარი, არც დახურვაზეა საუბარი და არც რაიმე კნინობით გაერთიანებაზე. აქ არ იქნება არავინ უფროსი და უმცროსი, ეს არის ორი თანასწორი დიდი ტრადიციის უნივერსიტეტის გაერთიანება. ეს არ არის, რომ აი ვიღაცა დაიჩაგრება, მეორე პრიორიტეტულ როლში იქნება და თუ დაუშვათ სახელი ტექნიკური უნივერსიტეტი არჩება, ეს არაფერს არ ნიშნავს. ახლა არ ვიცი, მაშინ თესევ და ივანე ჯავხიშვილი
ივანიშვილის სახელով გამქრალიყო და მარტო ტექნიკური უნივერსიტეტი დარქმეოდა მამანი რაც იტყოდა რომ აქეთ ხდება შეერთება ანუ ამით განისა სახელით მე რასაც უყურებ მარტო სახელით მიდის ამაზე მსჯელობა რომ აი სახელი რახანც არ არის ეს აპრიორი გაუქმებას ნიშნავს ასევე მინისტრი და მისი მოადგილეებიც ბატონი გივი მიქანაძე არის აბსოლუტურად გახსნილი მან კაფიო თქო არავის შეზღუდვა არ იგეგმება არავით არის მატერიალურ ტექნიკური ბაზის გასუხსება არ იგეგმება პირიქით რა ქვია ხდება ამ ყველაფრის გაერთიანება და ოპტიმიზაცია რაც თავისთავად ამ ორი უნივერსიტეტის შერწყმა ამ სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს მიცემს მეტ გავლენას და მეტ პრესტიჟს ესე იგი მე ეხლა რო ფიქრობ ხოლმე რომ გადავახვიოთ და ეხლა მართლა წინა ხელისუფლების დრო რო იყოს და მათ რო გადაედგათ მსგავსი რამ. ერთის მხრივ ყველას ესმის ობიექტური რეალობა, ხო? რა არის, რაც მე ნაწილობრივ თქვი კიდევაც რომ დიდწილად ეს უნივერსიტეტები არის ინერციულ მდგომარეობაში. მხოლოდ ეს რეფორმა ფარგლებში შეიძლება მოხდეს ხელახალი გადააზრება მთლიანად უკვე როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოს განათლების სისტემის. განათლების სისტემა ცოდნა უნდა იყოს შერწყმული სახელმწიფოს ფუნქციონირებასთან. იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რაც სახელმწიფოს გააჩნია, ხო? ჩვენ კონსტიტუციის მიღებიდან 30 წლის თავზე ალბათ თუ კარგად შევდექით იმ ტიპის ქვეყანად, რანაირადაც შევდექით და როგორიც ვართ ჩვენი ეკონომიკით, ჩვენი დანიშნულებით, ჩვენი ურთიერთობით და არსებობს რაღაცა საჭიროებები. ის საგანმანათლებლო კერები, რომელიც თავის დროზე ჩამოყალიბდა და ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო, ისე როგორც სხვადასხვა დიდი მსხვილი საინჟინრო თუ სამრეწველო კომპლექსები, რომელთაც 90% აღარ ფუნქციონირებს. რატო? იმიტომ რომ მორგებული იყო საბჭოთა კავშირის მოთხოვნებზე. ჩვენ ვიყავით ძალიან დიდი ზომით დიდი სახელმწიფოს ნაწილი. ასევე იყო საგანმანათლებლო დაწესებულებებიც. ხო, მეცნიერებათა აკადემიაში 93 ინსტიტუტი შედიოდა. ანუ ბირთვულ ფიზიკაში რომ დღეს მოამზადო შენ სპეციალისტი და როცა არ აგამშვენ ატომური პროგრამა ძალიან უხეშად რო ვთქვა, ხო? ერთგვარად აბსურდია. სახელმწიფოს გააჩნია ძალიან კონკრეტული რესურსი, და ეს უნდა მოახმაროს ყველაფრის მიზნობრივად. დანარჩენი არსებობს ურთიერთობები, გაცვლითი პროგრამები, სხვადასხვა კერები და ივანე ჯავახიშვილიც ამაზე ლაპარაკობდა, სხვათა შორის ეხა აღარავის აღარ ახსოვს ის პირველი დამფუძნებელი მამების იდეალები და მათ შორის ივანე ჯავახიშვილის რა სტანდარტები არსებობდა მაშინ როცა უნივერსიტეტს ქმნიდა და რომ იმისთვის რომ თქვა ადამიანი დოქტორი გამხდარიყო მას აუცილებლად იმ თავის სპეციალობის ძალიან მძლავრ ევროპულ კერაზე უნდა ქონოდა და 2 წელი მაინც დოქტორანტურაში გატარებული ან ასე შემდეგ იმ დროის გაგებით ის რომ უნივერსიტეტის ბაზაზე აღმოცენდა პოლიტექნიკური ინსტიტუტი უკვე გვიან საბჭოთა პერიოდში და ნიკო მუსხელიშვილის ინიციატივით ეს განაპირობა იმ დროის საჭიროებებმა, ხო? და მაშინ ეს იყო კლიენტ საკავშირო დიდი ქსელის ნაწილი და ეს შესაძლებელი იყო. დღეს ჩვენ მივიღეთ ყოფილი GPI, რუსული აბრევიატურა არის პოლიტექნიკური ინსტიტუტის, რომელსაც გააჩნია მაგალითად თეოლოგიის ფაკულტეტი. ანუ ვიღაცას ეს არ ეხამუშება. ვიღაცა მერე გამოდის მე ვნახე იქ დამცველები აი ამ ბრენდის, ესე ვთქვათ და იცახის რომ მე ამაყება რომ რაღაცა GPI-ში ვსწავლობდი თუ ვასწავლი თუ ადრე თუ გვიან და ასე შემდეგ. ანუ ისო შენ ვთქვათ არქიტექტურას თუ ხელოვნებას თუ რაღაცას ასწავლი, მაინც ტექნიკურ საგანს ის ამას არავინ არ აუქმებს და პირიქით რეფორმა მიმართულია იმისკენ რომ უკეთესი პირობა და ფუნქცია შეიქმნას. ხო და ბალასტისგან ეს ყველაფერი უნდა გათავისუფლდეს და დღეს მთავრობამ გადაწყვიტა რომ ეს დრო დადგა რომ მოხდეს ეს ყოვლის მომცველი გარკვეულწილად რეფორმა. და როცა ლაპარაკობთ სახელებზე შენახსენი, ანუ ვერ ხვდები რატო გახდა ეს დასაცავი. ერთის მხრივ ვიღაცა შეიძლება ამაყება, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ გვახსოვს და მოვესწარით დროს, როცა სიტყვა GPI მოიხსენიებოდა და მე მგონი ეხლაც კნინობით ფორმაში, ეს იყო რაღაც სტიგმატიზების საშუალება და ვიღაცა ერთ ნახევარს თუ ემაყება, მეორე ნახევარი მოსახლეობის ამას იყენებდა შეურაცხყოფელი დანიშნულებით. ნებისმიერ შემთხვევაში ესე იქნება თუ ისე იქნება GPI თავისი არსით, თავისი ეს აბრევიატურა როგორც იჩიფრება, გვეძ ეს დიდი ხანი აღარ არსებობს. გადაკეთდა ის ტექნიკურ უნივერსიტეტად, ადაპტირდა, არის წარსული. და ეს დამთავრებულია, რაც უნდა ჩვენ გული შეგვტკიოდეს და მივტიროდეთ და ბევრ რაღაცას მივტირით ჩვენ წარსულში, ესეც გახდა წარსულის კუთვინება. დღეს ჩვენ დგავართ იმ ამოცანის წინაშე, რომ უნდა შეიქმნას მთლიანად ახალი ქვეყნის
საჭიროებებზე მორგებული არა მხოლოდ რაღაც კონკრეტული კომპონენტი თუ ინსტიტუტი, მთლიანი სისტემა, თავისი სასკოლო განათლებით, უმაღლესი განათლებით, პროფესიული განათლებით და შემდეგ შრომის ბაზრით, რომელთანაც ეს იქნება მჭიდროდ დაკავშირებული. იგივე 90-იანებში თავი პრობლემა სწორედ ეს იყო, ხო? ანუ ერთი იყო რეალობა ქვეყანაში, მეორე იყო ის ინერციული სასწავლებლები, რომლებიც უკვე რაღაცა გარკვეულწილად გამოსადეგარ ცოდნას აძლევდნენ ადამიანებს და ის დარგი უკვე აღარ არსებობდა. ან აძლევდნენ ტექნიკურ ცოდნას, მაგრამ ის შრომის ბაზარი აღარ არსებობდა და შემდეგ პრესტიჟი წავიდა საერთოდ სხვა მხარეს და GPI პირველ რიგში გახდა უნივერსიტეტთა მიმართებაში არაპრესტიჟულობის სიმბოლო იმ დროს და ეს ინერციები გარკვეულწილად გამოყოლილია. აქედან გამომდინარე მე მაინც მგონია რომ ეს პროცესი დაწყებულია და თუ ვიღაცას უნდა ოპონირების სურვილი გააჩნია მნიშვნელოვანია რომ დაუპირისპირდეს არა მთლიანად რეფორმას როგორც ესეც რომლის საჭიროებაც აი შენ სწორად აღნიშნე ყველას ესმის არამედ მოინდომოს იმისათვის რომ ამ რეფორმის პროცესში სადაც 100%-ით ზედმიწევნით ვერავის ვერაფერი ვერ ეცოდება როგორც ჯობია შეიტანოს თავისი წვლილი დებატით დისკუსიის და თავისი რაღაც კონკრეტული კონსულტაციით თუ გამოხატული საჯარო და ღია რჩევით რომ რაღაცა თუ ცვლით ჯობია შეიცვალოს აი ესე როგორ გავაკეთოთ უკეთ აი ეს იყოს ამოცანა და არა ის რომ აი თქვენ აკეთებთ და ჩვენ ეს არ უნდა გააკეთებინოთ იმიტომ რომ ეს დუალიზმის ხანა მე მგონი დამთავრდა უკვე რა ამ ქართულ პოლიტიკაში იმიტომ რომ აი ამ დესტრუქცია საბედნიეროდ დამარცხდა ქუჩაში და უკვე ის რომ ცდელობა იმის რომ ყველაფრის დემონიზება გავაკეთოთ და მოდი მე ამეთი ხელისუფლება შევცვალოთ რაც ნებისმიერი საკითხი ამისკენ არის ხო მიმართული კანონ პროექტ შემოიტან კანონს გააკეთებ თუ რაღაცას ყველაფერი არის გამოყენებული აი ხალხო გამოდით ქუჩაში ანუ აი დამთავრდა ეს აღარ გამოდის ხალხო ქუჩაში და ერთ-ერთი სფერო დარჩა სფერო აკადემიური დებატი თვისობრივი საკითხის განხილვა რაცაც წინა პლანზე გამოყავს უკვე საკითხის მეტნაკლებად ავა თუ კარგად მცოდნე ადამიანები. ანუ გაჩნდა ინიციატივა იმის შესახებ, რომ მოდი თუ კი დაიღალეთ, მივხვდით რომ თქვენ გულოთ ქუჩაში გახართ ტყუილა, კედელს ურტყავთ უბრალოდ თავს და ვერაფერს ვერ ცვლით. ჩვენ შეგვიძლია ესე გავაგრძელოთ, იმიტომ რომ თან თუ გავიხსენებთ დიდი ხნის განმავლობაში ოპოზიცია იცახდა რომ პოლარიზაციას ქართული ოცნება ქმნისო, მას აწყობს ეს მდგომარეობა, ამაში იგებსო. დღეს გამოდის ქართული ოცნება იძახის რომ არა ჩვენ არა ვართ პოლარიზაციის ავტორები ეს თქვენ გინდოდათ სპეციალურად ამის გაკეთება და აი ჩვენ მაგალითად შეგვიძლია ჩვენ გვბრალდება ეს შევცვალოთ ეს მდგომარეობა აი გავხსენით კარი სტუდიები ვინც აღიარებთ რომ ეს არის სწორი გზა პოლიტიკური ურთიერთობის მობრძანდით კონკრეტული საკითხი დავსვათ კორიდა კი არ მოვაწყოთ როგორც ჩვენ სხვადასხვა სტუდიებში გვაქვს ნანახი ან რაღაცა გლადიატორების შერკინება რაც ანუ პოლიტიკურ შოუს და სანახაობას რო სთავაზობდნენ ადამიანებს თუ დაპირისპირებული მხარეები ხმამაღალი ლაპარაკი ყვირილი ბოლოს ჭიქების სროლა ხელჩართული ჭხუბი ეს არ არის დებატი ბევრ ადამიანს მიაშნია რომ სწორედ ეს არის დებატი აბა როგორ სად არის ჰართოქი და რაღაც ეგეთი სისულები არის არსებობს კონკრეტული საკითხი არსებობს არგუმენტები ამის შეჯერება და მსაჯული არის მაყურებელი მოქალაქე რომელიც თვითონ გადაწყვეტს იქ არ არის თავპირის დასისხლიანება საჭირო იქ ჩვენ რომ მივცეთ საშუალებას რომ მხარეებმა გამოხატოს საკითხზე არგუმენტები და დანარჩენი ადამიანის სახლში თვითონ გასაზღვროს რა მოწონს და რა არ მოწონს ანუ ეს კარი არის გახსნელი ვისაც უნდა და ვისაც მიაჩნია რომ პოლიტიკა უნდა დაბრუნდეს თვისობრივად ისეთ დემოკრატიულ სივრცეში როგორც სადაც არის მისი ადგილი ეს კარი ღია და დღეს იწყება სხვათა შორის ეს დებატები ჯერ რუსთავი ორზე შემდეგ კვირაში მე მგონი დაიწყება ტელეკომპანია იმედის ეთერში და ჩვენ ვნახავთ ვინ როგორ გამოაჩენს თავს სხვა შორის ქცევა დებატის დროს ესეც ერთ-ერთი ძირითადი და ფუნდამენტური შტრიხია პოლიტიკოსის, რომ თავისთავად დაანახოს ამ მომრჩეველს, ხო, რას თავაზობს ის. დღეს როგორ იქცევი და ხვალ როგორ მოიქცევი, ხო ესე. შენ როგორ ფიქრობ, ანუ რამდენად არის ქართული საზოგადოება ამისთვის მზად, რამდენად არის პოლიტიკური კლასი, რომ მათ დაუბრუნდნენ, მე ვერ ვიტყვი, ეს არ არის ახალი წესი, ეს არის ყველაზე ფუნდამენტური წესი, ხო? როცა დემოკრატია აღმოცენდა აი ამ დისკუსიასთან ერთად. ხო, რა თქმა უნდა. ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთიდან მოყოლებული და ვარ ჩვენ ამისთვის მზად. თუ ეს ცდილობაც ისევ ჩაივლის და ჩვენ გავაგრძელებთ აი ნორმალურ გარემოში ცხოვრებას. საზოგადოება ამისთვის აბსოლუტურად მზად არის და ვინც ნორმალურად აზროვნებს ოპოზიციაში, მე ვფიქრობ იმათვისაც შანსი. ახლა დღეს მაგალითად გამეკვირდა გახარიას პარტიამ უარი თქვა უკვე ამ დებატებზე, ნუ ეს ახლა მათ კომიკურ მდგომარეობაზე ყველაზე
რამე თქვა ეს მე კი ვერ ვნახე. არა, ვითომ რატომ არა? რუსთავმა შეიმუშავა აკადემიური სტილი, ძალიან სწორი სტილი, რაც აპრობირებული აქვს თელ სოფლიოში დებატების და მათ ეს ფორმატი არ მოწონთ. არ ვიცი რა ფორმატი უნდათ, რაღაც ახალი ველოსიპედის გამოგონებას ითხოვენ თუ რა სითხოვენ, მე ვერ მივხვდი, რატო შეიძლება მათ უარი ეთქვათ რა მიზნით, თუ ფაქტი ეს არის. ახლა დანარჩენებზეც რადიკალურ ძალებზე არ ვიცი, ნუ რაღაც სიძახია რომ ჩვენო პოლიტპატივრების განთავისუფლებაზე უნდა ვილაპარაკოთ, მარტო სხვა არაფერზე არ ვაპირებთო. საუბარს. არ ვიცი, მე ხა მზათა ვარ, სხვა უამრავი ადამიანია მზად და მე ძალიან გამიხარდა, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ პირველ რიგში ის არის მზად საგნობრივი დებატებისთვის, მათ შორის განათლების სფეროზე, რაზეც მე ვმუშაობ და უამრავი ადამიანი მუშაობს და სხვათა შორის დამაინტერესა უბრალოდ პრემიერმა წამოწია ეს თემა და 19 სახელმწიფო უნივერსიტეტი გვაქვს და კიდე 60-ზე მეტი მთლიანობაში უნივერსიტეტი. მე დაახლოებით პარალელ გავავლე მოსახლეობის რაოდენობითაც ყველაზე სწორი არის ხორვატიასთან. სხვათა შორის ხორვატიაც ტურიზმი ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა ხორვატიას, სადაც არის ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი, ძალიან კარგი ქვეყანაა, 7 სახელმწიფო უნივერსიტეტი სულ. ხო აი რაღაც ანუ ნონსენსია თავისთავად 19 უნივერსიტეტი, მთლიანობაში 60-ზე მეტი უნივერსიტეტი. ამიტომ აი საგნობრივად შევიდეთ, რასაც შენ საუბრობდი, შევიდეთ ნებისმიერ ეთერში და დავხსნათ და ვილაპარაკოთ ამაზე. მე საერთოდ ვერ ვიგებ, როგორ შეიძლება მაგალითად ტექნიკური უნივერსიტეტის რომელიმე სტუდენტი წინააღმდეგი იყოს ამ გაერთიანებისთვის, ხო? აი ამაზე ვის შეუძლია შემეკამოთოს, რომ ნებისმიერი სტუდენტი ცდილობს, რომ რაც შეიძლება პრესტიჟულ, რეიტინგულ უნივერსიტეტში ჩააბაროს, ხო? ეხლა ტექნიკურ ფაკულტეტზე რაღაც გარკვეულ საგნებს, რაც არ იცვლება, ხო? ჩააბარე არქიტექტურაზე, სწავლობ არქიტექტურაზე, ამთავრებ ანუ რა გეცვლება? შენობაც არ იცვლება ამ შემთხვევაში. არაფერი, პირიქით, ანუ მათი დიპლომი ხა TSU არის უფრო რეიტინგული და ძლიერი უნივერსიტეტი, ვიდრე ტექნიკური უნივერსიტეტი. თავისთავად ხა, როდესაც სტუდენტს ეძლევა TSU-ს დიპლომი, ეს მით უმეტეს მის პრესტიჟს და სწავლის ხარისხს ზრდის, თავისთავად და დასაქმების პერსპექტივას ზრდის და შეუძლებელია ხა მე იქ უბრალოდ ტექნიკური უნივერსიტეტის უამრავი სტუდენტი დამეკავშირდა და მთხოვეს, რომ ჩვენ გვინდა ეს გაერთიანება, ვითხოვთ ამ გაერთიანებას და სუსაჭირო იქნება. ამაზე ხმამაღალათაც ვისაუბრებთ. ეხა იქ მე დავინახე ისეთი ხალხი, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტს კი TSU სტუდენტი, არც ერთი უნივერსიტეტი ამ უნივერსიტეტებთან შეხება არ აქვს და ეს ხალხი დგანან და იქ ვინ ეკითხება, საერთოდ რა საქმე აქვს? ის ერთი მეც ვნახე, ერთი ჟღალი ბიჭი, რომელიც მოგონი არის მიშა მაჭავარიანის შვილი. ხო, ის მან უკვე მოასწრო სხვადასხვა პლატფორმის მოსინჯვა იმისათვის, რომ გამხდარიყოს. ბატონი ვარდენი, ხო? აქტიური და დღეს რაკი სადღაც კერა გაჩნდა იმ წუთშივე იქ მივიდა შალვან თელაშვილივით და თამადად ჩაუდგა თავში და გახდა ეგრევე სტუდენტი. ანუ ესეთი რაღაცნაირად პოლიტიკური თაღლითები ამ ასაკში, ხო, უცხოხილი არ არის ქართული პოლიტიკისთვის, მაგრამ აი რატომ უნდა გინდოდეს ამის გაკეთება, ძალიან რთულია, რომელსაც პირდაპირ ეთყობა ხელწარება. მე ეს მარშები ხო პირდაპირ შეერწყა ამას, ანუ ეს ერთი რაღაცნაირად კონგლომერატია, ერთი ჯგუფი, რომელიც ხან განათლების სახელით, ერთ და იგივე ჯგუფი და სხვადასხვა სახელით. ამჯერად რაღაც ჩაბათობის მარშებზე მიიღო განათლების მიმართ მიძღვნილი იყო ეს მსვლელობა და შესაბამისად ეს შეიძლება რომ გაგრძელდეს. ეს პროცესი რა თქმა უნდა არავის არ ეკრძალება და რამდენი მარში შეუძლიათ იარონ ეს პოლიქრონიონ, მაგრამ ხო არსებობს რაღაცა სხვა სივრცე. მე არ გამიკვირდა სხვათა შორის, იმიტომ რომ პარლამენტის თავმჯდომარე აპირებს დღევანდელი დებატის გახსნას. იქნება ანუ არაერთი, თუ ერთ-ერთზე სურს გახარიას პარტიას დებატები, ისინი არიან პარლამენტში შესულები. მათ ეს პრობლემა არ აქვს. ანუ ყველაზე ნაკლებად მათ უნდა კონდეთ წესით პრობლემა, რომ პარტია, რომელიც არის საპარლამენტო პარტია, იქ შესულია, ეს ტრიბუნა უჭირავს და ის შესაბამისად კონვენციურ პოლიტიკაში დაბრუნებულია, რატო უნდა იძახდეს რაღაც პრობლემას? ეს არის სრულიად გაუგებარი, ხო? ამას ერთადერთი ახსნა შეიძლება კონდეს, ერთადერთი ახსნა არის ის, რაც თავისდროზე ყველა გამოვეხმაურეთ და დავწერეთ, როდესაც ამ დებატების ინიციატივა გაჩნდა ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, იყო ყველაზე მკაფიო და ხმამაღალი, თორემ ბევრმა თქვა, რომ არა, ეხა სადნო ველაპარაკოთ, ხო იცით, დაიწყეს განხილვა, მაგრამ რომ არა, არავით არის დებატი. ზუსტად ესევე განაცხადა მან 2024 წელს, რომ არა, არჩევნები გაყალბდა. ეხლა თქვენ მიდექ-მოდექით და ეს ტკიცებულებები მოიტანეთ, მაგრამ თავი ისაა, რომ გაყალბდა და ჩვენ ეს უნდა გავამაგოთ. იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ მართლა გარე უცხოური ძალების მიერ წამოსული მითითება, რომ ამ წუთას პოლიტიკური
ველისთვის საქართველოში, იმისაც რომ ხელისუფლებაზე წნეხი გაგრძელდეს, რა თქმა უნდა, გაგრძელდეს თქვენ ხარჯზე, ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე, რომელიც ქუჩაში და ყინვაში უნდა იაროთ, მაგრამ ეს უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ პოლარიზაცია არის მომგებიანი, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება თუმე რაღაც მითითებებს არ ასრულებს. ამიტომ ჯობია რომ შეიცვალოს. თუ ვერ იცვლება, არა უშავს. თქვენ გააგრძელეთ სადამდე ბოლომდე. და ანუ ეს ყველაფერი ესე გრძელდება ბოლომდე და ამ შემთხვევაში ახლა ეს დებატი ხო აი ამ პოლარიზაციას და კრიზისს პოპს და როგორ შეიძლება ამ იმაში გადავიდეთ მოქმედებაში. ის პარტიის ის წევრები, ვინც ზიან პარლამენტში, როგორც ჩანს, მათთვის ეს ნორმალური ფუნქციონირება აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ ამ პარტიას ყავს დამფუძნებელი ლიდერი. ლიდერი, რომელიც სახელსაც ეს პარტია ატარებს, რომელიც ის გერმანიაში და რომელიც პირდაპირ არის ბრალდებული იმაში, რომ ის არის უცხო გავლენის აგენტი, ჩვეულებრივად და მოქმედებს მათი მითითებებით და ეს მითითებაც ჩამოვიდა, რომ არა ეხლა, ალბათ სხვა ესე უთხრა თავის პარტიის წევრებს, რომ ეხლა ის მათთვის კომფორტული ეთერია და ჩვენ ვერ გამოჩნდეთ რა ყველათანაც სწორად დგას. ხო დაახლოებით მე წავიკითხე 8 კაციანი სია. მათ შორის გახარიეს პარტიის წარმომადგენელი და კიდე არაერთი, რომლებიც თანაბრად დგანან იქ. ხვდები, ამიტომ ერთ-ერთზე რომ უნდა თან პირველი დღეა, ეხლა იწყება. დანარჩენი მოიცადე და სხვა პლატფორმა გამოიყენეს, სხვაგან მოიწვიეს, შენ რო გიწვევენ, მიდი და მე შენ მოიწვიეს სხვა პლატფორმაზე, შედი ამ პროცესში. მაგრამ ჩვენ ნახეთ უარი, რომელიც ჩემი აზრით, მხოლოდ ერთადერთს ნიშნავს, ეს ნიშნავს მათი ლიდერის დაქვემდებურებობას და ამ მითითების გატარებას. სხვა ახსნა მე პრინციპში არ მაქვს. ანუ თქვა ჩვენ ნახეთ ეს ობსტრუქცია რა, თქვა ჩვენ ნახეთ რომ არა ჩვენ ეს დებატები რაღაცა არ გვინდა არ გვაწყობს. როგორ ფიქრობ ეს რამდენად არაფერში ერთსულოვანი არ ყოფილა და ამაში რამდენად ერთსულოვანი იქნებიან. არის თუ არა საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური ძალები, ვინც უკვე ხვდება და აცნობიერებს რომ ეს რაღაცა უაზრო მხოლოდ სარიელი სიტყვების ამარა დარჩენილი ქუჩის პროცესი და ეგრეთ წოდებულ აჯანყებას არანაირი პერსპექტივა არ აქვს და თუ უნდათ პოლიტიკურ ველზე დარჩენა უნდა დაბრუნდნენ აი ამ კონვენციურ პოლიტიკაში. ხო, მე იმედი მაქვს ახლა, გირჩმა გამოთქვა ვზაობას, სხვათა შორის მათ ძალიან კარგი შედეგი დადეს თავის პარტიიდან გამომდინარე თვითმმართველობის არჩევნებზე, აქვთ ზრდა. ალბათ ისინი სწორად გამოიყენებენ, იმედი მაქვს ამ შესაძლებლობას. სხვა პარტიებზე არ ვიცი სიმართლე რო გითხრა, რამდენად იაზრებენ. მოდი ვთქვათ, რომ ოპოზიციაში ხო ოპოზიციურ პარტიები ხო აღარ არსებობენ. არჩევნების მერე მათ თვითგანადგურების რეჟიმი ჩაართვევინეს დასავლეთიდან, რაც შენ თქვი სალომე ზურაბიშვილმა და სხვებმა, მათ შესანიშნავი პლატფორმა ჰქონდათ, ხო? 60 რამდენი კაცი გაყავდათ. სერიოზული ჰქონდათ, რა ქვია, 70 კაცი გაყავდათ, ხო? და ამაზე თქვეს უარი ხა და მე არ ვიცი ხა რა უნდათ საერთოდ თვითონაც არ იციან რა უნდათ მე ესე ვიტყოდი უფრო გასაგებად საზოგადოებისთვის და არ ვიცი მე მაგალითად ვზათავარ შენც მუშაობ განათლების თემაზე მეც ვმუშაობ ნებისმიერი ფორმატში ნებისმიერი კონსტრუქციულად განწყობილი ადამიანი მოვიდეს თუნდაც ტექნიკური უნივერსიტეტიდან და მე ჩემ არგუმენტებს დაუფიქსირებ რატო არის საჭირო ეს რეფორმა და რატო არის საჭირო გაერთიანება ნახოთ ყოველ შემთხვევაში ყველა ვარიანტში კარგია საქართველოსთვის და ქართული ხალხისთვის და ქართული დემოკრატიისთვის ეს არის ძალიან კარგი ეტაპი და აგერ ბურთი და მოედანი შევხედოთ ვინ გამოიყენებს ამას და ვინ არ გამოიყენებს ჩვენ ამას გამოვიყენებთ ნამდვილად და მათ რაც უნდა ისქნა არა ნებისმიერ შემთხვევაში აქ ხო კიდე არის ერთი მომენტი ერთი ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ პოლიტიკოსებზე მაგრამ ჩვენ აი ამ რაღაცა ცოტა ინჯეოქსელის გავლენით ჩვენ ნახეთ რომელიც იყო აშკარად მართული, იმიტომ რომ წინა წლების პროტესტებში ჩვენ ვნახეთ ეგრეთ წოდებული ქართული ხალხის სახელით მოქმედი პერსონაჟები, ჯერ თავის დროზე პოლიტიკური პარტიები, შემდეგ ამარვარ გაამართლა და ადვილი რო გახდა ამის დისკრედიტაცია, ჩვენ ვნახეთ აი ესეთი სამოქალაქო საზოგადოების წევრები, ჟურნალისტები, რაღაცა NGO ორგანიზაციების წარმომადგენლები. ვნახეთ ჩვენ აი ამ სხვადასხვა დროის პროტესტის ავანგარდში, ტრიბუნაზე მოწოდებით რომ წაგლეკავთ, რომ რაღაცა ტექნიკური მთავრობა უნდა შექმნათ და თქვენ გადადგეთ და იქ ჩვენ უნდა ვიყოთ და ასე შემდეგ. ხო, ეს ხარდაჭერილი ეს პროტესტი. ბოლო ტალღა რა ჩვენ მივიღეთ. ნახეთ რომ ანუ პოლიტიკოსები უკვე იქაც დისკრედიტირებული არიან და მათ ვერ მიიღეს ეს ხმა და აშკარად არსებობს ეს მითითება რომ არაფერი არ უნდოდა იქიდან რაღაც ამა თუ იმ ლიდერის თავში ჩაყენებას. როგორც ჩანს, მათ ძალიან ბევრი იმჯელეს და ჩათვალეს, რომ არა, აი ჯობია პროტესტი იყოს უსახური.
ეს პროტესტი ხო აბსოლუტურად სიმბოლურად თქვა პროტესტი ნიშნავს რომ თუ რაღაცას გააპროტესტებ, გავიგე რაღაც სხვანაირად ფიქრობ, არ ეთანხმები, მოდიხარ მეუბნები და გავიგეთ და დავიშალეთ და შევთანხმდით რომ ვერ შევთანხმდით და წავედით სახლებში, მაგრამ პროტესტი ერქვას პროცესს, რომელსაც სინამდვილეში თავისი არის და წინააღმდეგობა და შინაარსია რომ ჩვენ არ გეთანხმებით, ჩვენ აუცილებლად გაგიწევთ წინააღმდეგობას, ჩვენ საშუალებას არ მოგცემთ რომ კრიზისი ჩაცხრეს, საშუალებას არ მოგცემთ რომ მართოთ, ანუ ეს არის რბილი ძალის ამ ფორმით გამოყენება, რაკიც ხელით ვერ მოხდა დამხობა და ამის მაგალითიც ვნახეთ და უბრალოდ ამას ქვია პროტესტი, ანუ სრულიად სხვა სიტყვა. თავისი არსით ეს არის სწორედ ეს აქტიური პოლიტიკური ქმედება და წინააღმდეგობის შინაარსი, ხო? მაგრამ ამან ლიდერი ვერ დაბადა, ხშირად ესე ლაპარაკობენ. მე ვიტყოდი რომ ეს ბევრჯერ გვითხოვს, მაგრამ ვიტყოდი რომ ლიდერი კი ვერ დაბადა, არამედ არ დაბადა. იმიტომ რომ ის ვინც დგას უკან, რომელიც ამას მხარს უჭერს და პირველ რიგში ეს არის უცხოური წარმომადგენლობები, იმიტომ რომ მათი ერთი სიტყვაა საკმარისი იმისათვის, რომ ეს პროცესი დამთავრდეს და უთხრან, რომ არა, როგორც არის დემოკრატიის პრინციპები, რომელსაც ჩვენ ქვეყანაში ვიცავთ, კონსტიტუციური დემოკრატია, დაუბრუნდით თქვენც ამ ფორმას, მაგრამ არა, მესამე ქვეყნისთვის სხვა ინსტრუქციებია, იმიტომ რომ მისი იარაღად გამოყენება უნდა მოხდეს და ამიტომაც მათ აწყობთ ეს, იმიტომ რომ თუ არ იქნება ლიდერი, არ იქნება არანაირი სამიზნე და ამიტომ აი ეს მარშებმა ამ შემთხვევაში ესე უნდა იაროს, ეს სრულიად ადულად გაშიფრული და გასაგები მოცემულობაა, ხო? მაგრამ იქ არსებობენ ადამიანები, ექსპერტები, სხვადასხვა თვითმარქვია და თვითგამოცხადებული ფიგურები, რომელთაც ასევე ღია არის აი ამ დისკუსიის და დებატის კარი. როცა ეუბნებიან, რომ თუ შენ გაგაჩნია რაღაც კონკრეტულ საკითხზე შენი შეხედულება, აი კი ბატონო მობრძანდი. ეგრეთ წოდებული პარტია თავისუფლების მოედანი, შიგნით სავსე ამ განათლების სხვადასხვა ტიპის ექსპერტების, ან მათვისაც ეს შეთავაზება ღია, ხვდები? მე თვითონაც აი არაერთი ადამიანისთვის მithქოს, რომ აი მოდი, აი ეთერში გონია რომ აი მოდი და რაც გინდა თქვი. რომ ეს ჯერ არ ჯერა, არ ვიღაცა არ გენდობა, მაინც წარმოუდგენია რომ სხვანაირად არის. მაგრამ ეს არის ტესტი დამოუკიდებლობას. ეს არის ტესტი იმაზე, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვამბობთ, რომ სინამდვილეში ის ადამიანები, ვინც წინ დგანან და გველაპარაკებიან თავისუფლების თუ დასავლეთის დემოკრატიის სახელით, არიან უბრალოდ გავლენის აგენტები, ჩვეულებრივი მართული პირები. თუ ესე არ არის, მაშინ უნდა დაამტკიცოს სხვანაირად, აი ეს რაღაცნაირად ეს ორკესტრირება, რომ მოდი ერთიანი პოზიცია შევიმუშაოთ, ხო, საწინააღმდეგოდ, სხვა რამეზე არ მეტყველებს, იმიტომ რომ როცა საჭირო არის და ვიღაცა მოუწოდებს გაერთიანებაზე სადღაც უარს იძახიან, როცა არჩევნებზეა ლაპარაკი, მაგრამ როცა არის წინააღმდეგობაზე ლაპარაკი, არა, თანამშრომლობა დასჯადია. ხედავ თუ არა შენ საზოგადოებაში ვინმე ისეთ რაღაცა ჯგუფს, ძალებს ან ფიგურებს, რომლებიც უბრალოდ ჩაერთვება ესეთ პროცესში და დაინახავს, რომ მე მირჩევნია მივწვდე ფართო მედიას საშუალებებით აუდიტორიას და არგუმენტის ძალით მოვიგო, ვიდრე რაღაცა ერთი კომპანიის მიერ ან რაღაც NGO მედიების საშუალებით ვიყო გაშუქებული მარშზე, როგორ დავდივარ საღამოს 9 საათი. იცი რა არის, ესენი რადგან დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, ალბათ თავისთავად დაელოდებიან რა სიგნალი იქნება დასავლეთიდან მათი უფროსებისგან და იმის მიხედვით იმოქმედებენ. მე უბრალოდ ეს ჩვენთვის კარგია. რასაც უყურებ, იქ დასავლეთში აბსოლუტურად წარმოდგენა არ აქვს ქართულ რეალობაზე. რა ვერ აღიქვავენ, ანუ ვერ ხედავენ, ანუ ანალიზი არ აქვს აბსოლუტურად რაღაცნაირად გონიათ, რომ რაღაცა ქართული ხალხი ვერ აზროვნებს, ვერ ხედავს, ხო? ეს და კარგია ეს დისკუსია რომ გაიხსნა ქართულ რეალობაში, რომ აქამდე იყო წარმოდგენა, მათ შორის ქართული ოცნების გარკვეულ ნაწილში ხარდაჭერების, რომ აი ევროპიდან, ევროპაში, ევროკავშირში ევროები ცვივა ჰაერიდან და უდარდელი ცხოვრება, არავითარი პრობლემა არ აქვს, ყველაფერი არის იდეალურად. დღეს ეს ყველაფერი გამოჩნდა, რომ ასე არ არის და ბევრი გამოწვევის წინაშეა და ნუ ეს კატასტროფული ბიუროკრატია, რომელიც მართავს ახლა კავშირს, მე უბრალოდ უყურებ ხოლმე თვითონ მათ ამ კაია კალასის ან ურსულა ფონ დერ ლაიანის და სხვების Facebook-ზე თვითონ ადგილობრივი ამომრჩევლები რას წერენ მათზე და როგორი წარმოდგენის არიან ამ პოლიტიკოსებზე, ხო? ახლა ან ავიცი ახლა მაია სანდომ რაც თქვა
რუმინეთთან გაერთიანებას და საკუთარი ქვეყნის იდენტობის გაქრობაზე. ხო, ესეთ რამეს სერგო ორჯონიკიძე არ ამბობდა და ფელიპე მახარაძე. ისინი არ ამბობდნენ. ასეთ ხალხს, ესეთი ხალხის მეგობრები არიან, სალომე ჟურობიშვილი არის, მაია სანდუს მეგობარო, მითხარი ვინ არის შენი მეგობარიო და გეტყვი ვინ ხარ შენო, ხო, ძველი ლათინური გამოთქვაა და არ ვიცი, მე ვერ გეტყვი ვიღაც ამას გამოიყენებს თუ არ გამოიყენებს. თუ ჭკუა აქვს, უნდა გამოიყენონ, მაგრამ საქმეს ეგარო ჭკუა არ აქვს და მე მგონი რომ ვერ გამოიყენებენ. უმეტესობა ვერ გამოიყენებს და ესაა ჩემი პრობლემა. ხო, მაგრამ მაშინ აბა როგორ შეიძლება რომ ეს პროცესი გაგრძელდეს, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ჩვენ ხედავთ რაღაც გარკვეულ რა პოლიტიკური პროცესი მიდის ქვეყანაში. ჩვენ ხედავთ პარლამენტის გარეთ დარჩენილ პარტიებს, რომლებიც დღეს ნანობენ, ზოგი ღია და ზოგი გულის სიღრმეში. მხოლოდ ერთი პარტია არის შესული. ჩვენ ხედავთ, რომ ეს ადამიანები არიან აბსოლუტურად მოკვეთილი, თუ მათ გადაწყვეტეს, რომ მათ ხელში არსებული აქტივი წინააღმდეგობა გაეწიათ, რომ არ მივალ კომისიაზე, წახვალ ციხეში. ეს ყველაფერი აღსრულდა და ვერაფერმა ამ ხელისუფლების დაწესებული სტანდარტის შესრულებას ხელი ვერ შეუშალა. ეს ხო ფაქტია. და ეს ხო ხვალაც ესე იქნება, ანუ წინაპირობა იმისი, რომ რამე შეიძლება შეიცვალოს, აი ამ ფორმის ერთ და იგივე ფორმის გამოყენებით, რა არის? ანუ როდემდე შეიძლება ეს მოხდეს? ნუ, გავიგე ეს გაჯიუტება, მაგრამ ეს გაჯიუტება ხო უბრალოდ წვეთს მიმდინარე პროცესს. ანუ როდემდე შეიძლება სიტყვაზე, რომ იგივე გაგრძელდეს. მე როდემდეში რომ გულისხმობ, რა თქმა უნდა, გულისხმობ ძალიან კონკრეტულ პერიოდს და თარიღს. ეს არის 2028 წლის ოქტომბერი, ხო, როცა იქნება შემდეგი არჩევნები. კი, ძალიან სწორ რაღაცას მიადექი. ყველა ვარიანტში უნდა განვიხილოთ პროცესი ესე. 2028 წლის ოქტომბერია. ხო და რასაპირებ მედიან არჩევნებზე? არ არსებობს, რომ ხელისუფლება ისე, როგორც შექმნა დღეს თავისი მმართველობის სიმტკიცე, ასე ვერ მივა 2028 წლის ოქტომბრამდე, ხო? ამიტომ ამ ხრივ ყველაფერი გარკვეული და დაალაგებულია. რამ შეიძლება, როცა უკვე ამდენი ბრძოლა გადაიხადა, თუ შეიძლება ისე ითქვას, აწი უკვე დამარცხებულებმა როგორ შეიძლება რომ მათ რამე შეაცვლევინონ, გაუგებარი. მეორე სულ აქ არის რაღაც სხვადასხვა ოპოზიციური ძალები, ეს იქნება სამოქალაქო, ეს იქნება პარტიული თუ ასე შემდეგ. უნდა აირჩიონ ტაქტიკა. დღეს რას აკეთებ შენ? უბრუნდები ამ სფეროს თუ რჩები გარეთ და დასტავარია თუ გარეთ რჩები, ეს მუდმივად მილევად რეჟიმში ხარ, ხო? აქედან გამომდინარე, როგორ ფიქრობ, მოსალოდნელია გარკვეული ცვლილება, კორექტირება თუ ამ ხალხმა იცის რომ მაინც ძალიანად გაკოტრებულია, ახლა როცა ნიკა გვარამია ხარანზურა ჯაფარიძე და ჯობია ეს ერთგვარი რაღაც არასამფრობო დღის წესრიგით ხელმძღვანელი. ხო, ახლა მათ რო კითხო, ანუ არასაპირებენ მოვა ახლა, ხო, ეს ნორმალური პარტიები და ნორმალურ ხალხი სხვადასხვა ქვეყნებში უკვე ემზადება არჩევნებისთვის. ან 2028 წელს რო იყო რო არის არჩევნები, დღეიდან იწყებენ ამაზე მზადებას. ახლა ჩვენ ამ ხალხს რო კითხო, ახლა გვარამიასთან რომ მიხვიდე კითხო ამ კლოუნ ჯაფარიძესთან, ხო, გირჩთან. გეტყვის რომ ეს 2028-მდე ესენი ვერ გაძლებენ, ამას გეტყვის. სხვა არც არ გეტყვის. და როგორ? ხო, აი როგორ გითხავ, აი როგორ, ნუ ხო ამბობდიო ვერ გაძლებენ და რა ხდება? აი ანუ ამაზე რელევანტური არ არისო ლაპარაკი ამაზე. ხო, აი კი ბატონო. მე რა ვფიქრობ, მაგრამ მინდა რომ უბრალოდ აი ანალიტიკურად ეს დავშალოთ, ხო? 2024 წელს ჩატარდა არჩევნები. 26 ოქტომბერს. დაიწყო პროტესტი. რომ აი არჩევნებს არ ვეთანხმებით, მე გადავიდა პროტესტი იმაზე, როგორ თქვენ რაღაცა ევროინტეგრაცია გააჩერეთ. დაიწყო დემონსტრაციები და გამოსვლები. იყო ეს ცხელი ფაზა, ქუჩის შეტაკებები და შენობების აღების ცდილობა. ბოლო ესეთი გაფართხელება იყო აგერ შაშან 4 ოქტომბერს, როცა აი უნდა დავასრულოთ დღეს და ეხლა უნდა დავიწყოთ 4-ში და დავასრულოთ 4-ში. ანუ ესეთი აქტიური ფიზიკური წინააღმდეგობების ექსპერიმენტები დამთავრდა. მეორე არის კლასიკური რბილი ძალა, ხო, დემონსტრაციები, მსვლელობები, შეკრება დროშების ფრიალ. ეს ყველაფერი გრძელდება ისე ვიძახი 2024 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული. ანუ ამდენი ხანია ეს ყველაფერი არსებობს. არის ეს მდგომარეობა, ხო? ჩვენ ვიღებთ შემზღუდავ კანონებს იმისათვის, რომ არ მოხდეს ინსტრუმენტალიზაცია იმ სამოქალაქო თავისუფლებების, რომელიც წესით ადამიანის პასუხისმგებლობაზეა დაფუძნებული, მაგრამ არა, მე ქუჩას გადაგიკეტავ, ტროტუარს გადაგიკეტავ, იქ რაღაც წინააღმდეგობას მოვაწყობ. ანუ ამის ერთგვარად დათრგუნვა მიმდინარეობს, რომ არ მოგცე მე შენ საშუალებას, რომ ეს ყველაფერი ძალადობრივად ჩამოყარო, მეორე მხრივ მეორე კარი ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესის ღია. აქამდე შედეგი არ გამოვიყო. ეხლა ვართ მოსულები 2026 წლის თებერვალში. ანუ ზუსტად 2 წელიწადნახევარია წელიწადნახევარი გავიდა, 2 წელიწადნახევარია დარჩენილი
2028 წლის ოქტომბრამდე. რა ფაქტორი არსებობს იმისი? ხო შეიძლება დაუშვათ თეორიულად ესე გაგრძელდა. ის ესეთი სექტანტის ერთგულებით დადის რუსთაველზე ვიღაც მოქალაქე დადის კიდე იარა წელიწადნახევარი ივლისს კიდე 2 წელიწადნახევარი და მოვიდა 2028 წლის ოქტომბერი. მე რა ხდება? ხო ეს არის, ანუ ამაზე პასუხი არ აქვს, ხო? იგივე მე აი ბოლო წუთამდე აი გაოგნებული უყურებდი აი ამ ბურჭულაძეს და ლევან ხაბეიშვილის და ამ ჯგუფის აქტივობას. ხო აი გამაოგნებლად რომ აი ვამთავრებთ ხელისუფლებას მორჩაო, არაფერი არჩევნები, არჩევნები 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვიბარებთ და არ ვიცი, აი ბოლო მომენტამდე მაინც რაღაცა ხო ხტები, როგორც ანალიტიკოსი ხა უყურებ, იქნება რაღაცა აქვს ამათ მართლა ისეთი აქვს მოფიქრებული, რომ არ ვიცი რაღაცა მართლა ყოთელი ის მთავრობა ამათ ხარეს გადავიდა, ბიძინა ივანიშვილი ამათ ხარეს გადავიდა და აბარებს, ანუ სხვა ახსნა ამას არ ქონდა, რომ საბოლოოდ რას გააკეთეს. ამის მერე ამათ რაღაცა ლოგიკაზე როგორ უნდა ელაპარაკო, აი როგორ უნდა დაიჯერო, რომ ესენი რამე საერთოდ აზროვნებენ თავში რაღაცა უდევთ. აი როგორ უნდა აი ამ ეს რაც გააკეთეს. ის ცალკე ის უბედური ხალხი 100 კაცი დააჭერინეს. თავის თავს რო თავი გაანებო. აი ამის მერე ალეკოენისაშვილი ხო, ნუ ანუ არანორმალურია, ხა რა შეიძლება ალეკოენისაშვილს უწოდო? არანორმალურია რა. არ მინდა უბრალოდ რაღაცა ციხეშია და რაღაცა, ნუ ნორმალური ადამიანი ესე მოიქცევა. აი რა ვიცი მე როგორ შეიძლება ხა ამას რაღაცა ახსნა მოუძებნო რა. აი ესენი არიან და იმიტომაც არიან რა დღეშიც არიან რა. ესეც საცოდაობები რო არიან, საბრალოები რო არიან, იმიტომ არიან ამ მდგომარეობაში და მე იმედი მაქვს რომ რაღაცა ნელა-ნელა იცი რა არის შეუძლებელია ასე დროს რომ ოპოზიციური განწყობა არის საზოგადოებაში გარკვეული ნაწილი რა თქმა უნდა ხა ყველა ქართული ოცნების 100% ხო არ არის ხარდაჭერი რაღაც პროცენტულობა არის ალბათ 30-ის ფარგლებში სადღაც რაც ყოველთვის არის ხოლმე ყველა ქვეყანაში აქ ვიღაცა გამოჩნდება ვიღაცა ნელა-ნელა დაიკავებს ამ ნიშას ხა ამათმა თვითონ თავისთავი გაინადგურეს მეტი რა გაანაუფლოსურად უნდა აგენტის ბედი ეს არის რა აკეთებინებენ იმას რაც შეიძლება მათ გარკვეულ ნაწილს შეიძლება არც ბოცობს და არც უნდა მაგრამ ფული აქვს ამაში აღებული და გაყიდულები არიან და უსამშობლოები არიან მაია სანდუსნაირი უსამშობლოები არიან ესენიც ყოველ შემთხვევაში გარკვეული პროფესიული რგოლი ნამდვილად შეუძლებელია სხვანაირად იყოს ნუ დანარჩენი ადამიანებს ყოველას აქვს თავისი რაღაც ალბათ პირადი мотивация ისტორია ქართული CGUT ანუ ჩვენ მე ძალიან კარგად ითვალისწინებ რომ ესენიც ქართველები არიან და ქართველებს ბევრი ხასიათი შტრიხი აქვს და მათ შორის აი CGUT რომ არა მე არ ვაღიარებ მირჩევნია ესე ვიყო შეცდომას არ ვაღიარებ ანუ ურჩევნია აი ეს ალეკო ელისაშვილს 10 წელი იჯდეს ციხეში შვილები დატოვოს გარეთ ანუ ესე უპასუხისმგებლად მოიქცეს მაგრამ რაღაც ეს ფსევდოგმირობით ესე შეირაცხოს და ну კიდე ბევრი მაგალითის მოხმობა შეიძლება მსგავსი რამის მაგრამ ეს ქართული ხასიათია რა და ხა ავლენს ვიღაცა ამ ხასიათს უბრალოდ ამის უკარო არიდგეს სახელმწიფო ინტერესი რომ ფსონზე არიდოსო შენ შეიძლება მთლიანად სახელმწიფო და მისი წარსული მომავალი ყველაფერი დააზიანო აი მართლა შეიძლება რომ იქ რაღაც შეხვიდა იმაში ბოლომდე აიძულო ადამიანი რომ აი დაამტკიცოს და დაამტკიცებინა რომ სიტყვაზე შეცდომაში უბრალოდ ეგ ექსპერიმენტების საშუალება ამ ხრივ არ არის ხო ეს შეუძლებელია ეს რაღაცა უბრალოდ ვერ მოხდება ამიტომაც ჩვენ საინტერესოა მოკლედ საინტერესოა ეს უმთავრესი ალბათ მე ვიტყოდი ჩვენ ბევრი მიმართულებით ნახეთ გადადგმული ნაბიჯი ესე პირველ რიგში ერთ-ერთი აქტიური კამპანია არის ეს ფასების შემცირებასთან დაკავშირებით ეხლა ის ჩვენი გადაცემის ამ თემას ცდება იმიტომ რომ ბევრი სკეპსისიაც ისმის რომ აი ამ ფორმით როგორ შეიძლება რანაირად შეიძლება მაგრამ ამას ვნახავთ მაგრამ ყველაზე მაინც ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი ეს არის განათლების რეფორმა რომელიც არის უკვე იმ მომავლის საწინდარი, რომელსაც ჩვენ დღეს მოვიდნენ, მე მინდა ვთქვა, რომ მოვიდნენ მოუთმელად ველოდები მეორე მხარესთან დებატებს განათლების თემაზე დარწმუნებულობა შენ ჩაერთვები, უამრავი ადამიანი ვარ და მოვიდნენ და დაგვიჯდნენ თუ თავი აქვთ. კარგი, დიდი მადლობა დღევანდელი გადაცემა დასრულებულია, ჩვენ ეთერში დავბრუნდებით ხუთშაბათს.